მოლაპარაკების იმიტაცია ოლიგარქის მთავრობისგან. ოცნების განათლების მინისტრმა ორი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი რეჟიმის კაბინეტებში მიღებული გადაწყვეტილების კიდევ ერთხელ გასაცნობად დაიბარა. არადა თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების წარმომადგენლები აუდიენციაზე ერთადერთი მოთხოვნით მივიდნენ, რომ გაერთიანება არ უნდა შედგეს. ოცნება უკან დახევას არ აპირებს, რაც ცოტა ხნის წინ რეჟიმის პრემიერმაც დაადასტურა. მარიკა ბოლქვაძე აგრძელებს თემაზე ფორმულას პირდაპირ ეთერში საუბარს. დიახ, 5 საათზე დიდხანს გაგრძელდა გუშინ ქართული ოცნების განათლების სამინისტროში შეხვედრა თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან. ორივე უნივერსიტეტიდან 20 აკადემიური საბჭოს წარმომადგენელი და აგრეთვე რექტორები ესწრებოდნენ შეხვედრას. სანამ უშუალოდ მოგიყვებით დეტალების შესახებ, თუ რა გადაწყვეტილება მიიღეს გუშინდელ შეხვედრაზე, რა იყო ამ შეხვედრის მთავარი დეტალები, მანამდე დღეს რამდენიმე წუთის წინ საქართველოს ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება ორი უნივერსიტეტის გაერთიანების გეგმასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების განათლების მინისტრიც, თავად პრემიერ-მინისტრიც ამ დრომდე პირდებიან ლექტორებს, რომ გადაწყვეტილების შესახებ უნდა გაგრძელდეს დიალოგი, ისინი მაინც ჩვეულ რიტორიკას იმეორებენ, რომ ორი უნივერსიტეტის შესახებ გაერთიანების გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ის არ ექვემდებარება გადახედვას. ამ ფონზე საერთოდ რა საჭიროა ეს შეხვედრები, მაშინ როცა ქართულ ოცნებას უკვე გადაწყვეტილება მიღებული აქვს, ამის შესახებ კითხვები ჩნდება. ეს კითხვები თავად ორივე უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლებს, სტუდენტებს უჩნდება განცდა, რომ მიღებულ გადაწყვეტილებაზე დაგეგმილი შეხვედრები ფასადურია და რეალურად არაფერი შეიცვლება, იმიტომ რომ ქართულ ოცნებას უკვე მკაფიოდ აქვს გადაწყვეტილი ორი უნივერსიტეტის გაერთიანების გეგმა. ერთი რამ არის, რაც არ ექვემდებარება გადახედვას, ეს არის ის, რომ ჩვენს სისტემას სჭირდება ფუნდამენტური რეფორმა. რაც შეეხება ამ რეფორმის დეტალებთან დაკავშირებით ზედმეტ ბუნებრივია სასაუბროთ. ამას ემსახურებოდა გუშინდელი შეხვედრაც, ამასთან დაკავშირებით მომავალშიც ზედმეტ ბუნებრივია შეხვედრებისთვის არის ერთადერთი რამ, რაც არ გადაიხედება. ეს არის ის, რომ ამ სისტემას სჭირდება ფუნდამენტური ცვლილებები, ფუნდამენტური რეფორმა იმისათვის, რომ ქართველმა ახალგაზრდებმა მიიღონ სათანადო ხარისხის განათლება, ცოდნა. დიახ, რაც შეეხება უშუალოდ გუშინდელ შეხვედრას, შეხვედრიდან გამოსულმა მინისტრმა, რექტორებმა დაახლოებით ერთი და იგივე პოზიცია დააფიქსირეს. შეხვედრის შემდეგ მინისტრმა კომენტარი გააკეთა, რიტორიკა იგივე იყო, რომ გადახედვას არ ექვემდებარება მიღებული გადაწყვეტილება, თუმცა უნდა გაგრძელდეს დიალოგი იმასთან დაკავშირებით, თუ რა პერიოდში მოხდება ამ გადაწყვეტილების ახსრულება და როგორ და რომ მაქსიმალურად უმტკივნელად უნდა იყოს განხორციელებული ეს რეფორმა, მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე დღით ადრე შეატყობინეს უნივერსიტეტის რექტორებსაც, აკადემიური საბჭოს წარმომადგენლებსაც მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. განათლების მინისტრი ირწმუნება, რომ ეს გადაწყვეტილება ბოლომდე შეთანხმებული იყო როგორც რექტორებთან, აგრეთვე ცნობილი იყო ლექტორებისთვის ამ ინფორმაციის შესახებ. მან ახსენა მედიასთან კომენტარისას ერთი ქალაქი, ერთი უნივერსიტეტი, ერთი ფაკულტეტის პრინციპი აღნიშნა ისიც, რომ გაერთიანების შემთხვევაში დუბლირებული ფაკულტეტები შემცირდება და შეიკვეცება, რაც აჩენს ბუნებრივია იმის ეჭვს, რომ შესაძლოა საფრთხე შეექმნას აკადემიურ პერსონალს და შემცირდეს ის, აგრეთვე ისაუბრა კორპუსების შესახებ, აღნიშნა ისიც, რომ თუ ეს ორი უნივერსიტეტი გაერთიანდება, აღარ იქნება საჭირო მათი ამორტიზებული ძველი კორპუსები, სავარაუდოდ ქართული ოცნების ხელისუფლება ახლა გეგმავს რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე უნივერსიტეტებისთვის ახალი კორპუსების აშენებას, რაც კიდევ ერთხელ ასაბუთებს განათლების ექსპერტების გეგმას იმის თაობაზე, რომ ეს ორი უნივერსიტეტის გაერთიანების გეგმა რეალურად ქართული ოცნების მორიგი კორუფციული სქემაა, რაც შეეხება უშუალოდ უნივერსიტეტების რექტორების პოზიციას, ისინი აღნიშნავენ, რომ ეთანხმებიან განათლების რეფორმას და ახლა დიალოგია საჭირო ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების გეგმასთან დაკავშირებით. დიალოგი გრძელდება, ამ დიალოგს აქვს არსებითი მნიშვნელობა, რომ მხარეებს კონდეთ შესაძლებლობა, რომ პოზიციები ერთმანეთთან გაცვალონ და გაუზიარონ და აქედან გამომდინარე ჩვენ ჯერ დაველოდებით როგორც აკადემიური საზოგადოების პოზიციას, ასევე ნახავთ მსჯელობის შედეგად თუ რაიმე დამატებით შეიძლება კიდევ განხორციელდეს ამ პოზიციასთან მიმართებაში, რაც უკვე მოგცემს უფრო ნათელ სურათს რა მიმართულებით მივდივართ, თუმცა ერთს ვიტყვი, რომ ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად არგუმენტაცია იმისა,
თუ რატომ იქნება ბევრად უფრო ეფექტიანი ამ უნივერსიტეტების გაერთიანება ერთი უნივერსიტეტის ქვეშ. ჩვენ გავაერთიანებთ იმ ფაკულტეტებს, რომლებიც მსგავსი მიმართულებით საქმიანობენ ორ უნივერსიტეტში, მაქსიმალურად გადავანაწილებთ აკადემიურ პერსონალს, როგორც სალექციო, ასევე სამეცნიერო კვლევით და ადმინისტრაციულ პოზიციებზე და რაც მთავარია მატერიალურ-ტექნიკური ბაზების გაერთიანება მოგცემს საშუალებას, რომ ის რესურსები, რაც ორ წამყვან უნივერსიტეტში არსებობს, უფრო ეფექტიანად იქნეს გამოყენებული. ჩვენის მხრიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან ბატონ მინისტრს გადავეცით ის პოზიცია, რაც აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ასევე მის არჩევით ორგანოებს მხედველობაში მეხსენაც და რა თქმა უნდა გამოითქვა სხვადასხვა პოზიცია. ერთი რამ, რაზეც ჩვენ შემიძლია სასახელად გითხრათ, რომ შევჯერდით, ის არის, რომ აღნიშნული დიალოგი აუცილებლად გაგრძელდება. რაიმე კონკრეტული ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება ამ შეხვედრაზე ჩვენ არ მიგვიღია, დიალოგი გაგრძელდება და ვთვლით, რომ აუცილებელია ამ დიალოგში მონაწილე მხარეებმა და უპირველესად როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ასევე ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, სამინისტრომ ერთობლივად მოამზადოს უკვე ის თავისი ხედვები, რომელი ხედვებიც დაედება საფუძვლად ბუნებრივია აი ამ პროცესს. ჩვენ ყველანი ერთად ვეთანხმებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას რეფორმის შესახებ. ჩვენი თხოვნაა ბატონი პრემიერ-მინისტრსა და ბატონი გივისადმი, რომელიც მომდა გადაცეს როგორ მომძანა, რომ შეიქმნას კოლეგიალური ჯგუფი, რომელიც იმჟელებს ორივე უნივერსიტეტიდან თუ როგორი იქნება ეს რეფორმა, რას მოგვიტანს და სად მივიღოთ. და ამ ჯგუფის გადაწყვეტილების შემდეგ უკვე ერთობლივად მივიღოთ გადაწყვეტილება. განათლების ministrთან შეხვედრის პარალელურად განათლების სამინისტროს შიდა თუ გარე სივრცეებში პროტესტი გრძელდებოდა. აქ შეკრებილები იყვნენ კრიტიკულად განწყობილი, ამ რეფორმისადმი კრიტიკულად განწყობილი სტუდენტები, ლექტორები. შეხვედრიდან გამოსულმა ლექტორებმაც განსხვავებული და კრიტიკული პოზიციები დააფიქსირეს. მათ აღნიშნეს კიდევ ერთხელ, რომ ეს განათლების რეფორმა ახლა დეფორმაა, რომელიც მთლიანად დააზიანებს საერთოდ განათლების სისტემას, ეწინააღმდეგება საერთოდ განათლების რეფორმის ძირითად მიზნებს დაანონსეს რექტორებმაც, რომ შესაძლოა პროცესი ახლა მათი მხრიდან ბოიკოტის რეჟიმში გაგრძელდეს. სტუდენტებმა ისაუბრეს იმის შესახებაც, რომ ახლა მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიტანა იმ სტუდენტებამდე და ლექტორებამდე, რომლებიც ჯერ კიდევ განხილვის პროცესში არიან ამ ეგრეთ წოდებულ რეფორმასთან დაკავშირებით. სტუდენტებიც აგრეთვე აანონსებენ ბოიკოტს, თუ ეს იქნება მომდევნო პროცესებში საჭირო. ითქვა მინისტრის მიერ, რომ ეს გადაწყვეტილება, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია. ნამდვილად ითქვა, ბევრჯერ ითქვა, ასე გააჩინა. ასე გათხოვაზე წამოხმდებარება თუ არა ეს გადაწყვეტილება მინისტრის პოზიცია რა. მე გეუბნებით რაც იყო და ეხლა ამას კიდე გადააზრება უნდა 5 საათნახევარი იქ ვისხედით, ხო ხდებით და ამ ძიმე ემოციური ფონი იყო. გეუბნებით რომ თავიდან ესე იყო ეს განცხადებული, ბოლოსში უკვე ბატონმა მინისტრმა თქვა რომ თქვენ განსხვავებული ხედვა გვაქვს, ჩვენ განსხვავებული ხედვა გვაქვს და მეც ჩვენც ვიფიქრებთ ამაზე, გულში ვილაპარაკებთ, თქვენც იფიქრეთ და შევაჯეროთ რაღაცა საერთოდ. მინისტრმა თქვა რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება. ჩვენ მხოლოდ შეიძლება ვილაპარაკოთ ეს გადაწყვეტილება როგორ განხორციელდება დროში. მე ვუთხარი რომ ეს გადაწყვეტილება არის ტოტალური კონტროლის აკადემიურ სივრცეზე ტოტალური კონტროლის დამყარების ერთ-ერთი და არა ერთადერთი რგოლი და შევეცადე ეს დამისაბუთებინა. მინისტრის არგუმენტი არის ერთადერთი, რომ ეს გაერთიანება გაუმჯობესებს ხარისხს. სწავლის და კვლევის, სწავლების და კვლევის. ოღონდ როგორ გაუმჯობესებს ამაზე არ ვთქვამს. ბატონო იაგო, თუ კი არ დაიხოს ქართული ოცნება უკან, პროფესორები რას აპირებთ ამ შემთხვევაში? არ ვიცი, მე ვარ მაგალითად ბოიკოტის მომხრე, სხვები არიან თუ არა. ეგ არ ვიცი ნამდვილად. არც ერთი ადამიანი არ არის, ვისაც ახლა იმედი ქონდა, რომ გივი მიქანაძე ან გადაწყვეტილებას შეცვლიდა, ან რა ვიცი, ჯაბა სამუშია დაიცავდა უნივერსიტეტს, ან რომელიმე სხვა რექტორი შეეწინააღმდეგებოდა ამ რეჟიმს, ხო? თავარი ამბავი არის აქ ის, რომ მაშინ ნებდება და მაშინ იხევს უკან სახელმწიფო, როდესაც ხედავს ძალას. ეს ძალა შეიძლება იყოს, რა ვიცი, გაფიცვები, უამრავი სტუდენტი ქუჩაში საკუთარ უნივერსიტეტებთან, ამ უნივერსიტეტის გადასარჩენად რეალურად დასაცავად განათლების. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი, რაც ჩვენ
სტუდენტები გავაკეთებთ, არის მეტი სტუდენტის, მეტი ახალგაზრდა ადამიანის გარეთ გამოყვანა. მე პირადად ჯერ სტუდენტების რაღაც დიდ და მასშტაბურ ხმაურს ვერ ვხედავ როგორც სტუდენტი, მაგრამ მგონია რომ მის ნაწილი ვინც ვიაზრებთ ამ ეგრეთ წოდებულ რეფორმას, რომელიც ბევრჯერ ვიტყვი რომ რეალურად უნივერსიტეტის გაუქმებას გულისხმობს და რაღაც სახელის და საიდენტიფიკაციო კოდის დატოვებას, აი ამ სტუდენტებმა მაქსიმალურად უნდა ვიმუშაოთ სხვა დანარჩენ სტუდენტებსაც, ვისაც ჭირდებათ საინფორმაციო, სწორი ინფორმაციის მიწოდება და შემდეგ ყველანაირად გამოვიწვიოთ ხმაურიანი პროტესტი. ეს პროტესტი არ ნიშნავს რამის დაზიანებას, ეს ნიშნავს უბრალოდ ხმამაღლა გამოხატვას პოზიციისას. ერთი ქალაქი, ერთი უნივერსიტეტი, ერთი ფაკულტეტი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიღებულია და ახლა გადახედვას არ ექვემდებარება ამ რიტორიკით ესაუბრება აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს ქართული ოცნების ხელისუფლება. საინტერესოა ახლა ამ რიგებში, უნივერსიტეტების გაერთიანების რიგებში, სხვა უნივერსიტეტი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტები მოყვებიან თუ არა, თუმცა როგორც გითხარით, ქართული ოცნების განათლების ამ ეგრეთ წოდებულ რეფორმას არაპირებენ რომ დაემორჩილონ უნივერსიტეტის აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, აგრეთვე სტუდენტები. ისინი აანონსებენ საინფორმაციო შეხვედრებს, დისკუსიებს იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ცნობიერება ამაღლდეს ამ ეგრეთ წოდებული რეფორმის შესახებ, დაიგეგმოს შემდეგი ნაბიჯები, მათ შორის ბოიკოტის რეჟიმში გადასვლა, ერთ-ერთი მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრა უკვე დაიგეგმა ხვალ 7 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებში რექტორებისა და სტუდენტების შეხვედრაა დაგეგმილი.